დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. Exit polები საფრთხე თუ საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსენსუსის საშუალება. დარეკეთ რადიო ემედის პირდაპირ ეთერში და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ენდობით თუ არა exit polებს. ვუსმენთ ერთმანეთს. ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ, მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაცემა ტრადიციულად ორ ნაწილია. პირველ ნაწილში ამჯერად ვისაუბრებთ exit polების თემაზე, ხოლო მეორე ნაწილში გექნებათ იმის საშუალება, რომ დაარეკოთ და პირდაპირ ეთერში ხმამაღლა ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. რადიო ემედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები უცვლელია 292 11 88 292 11 99. გარდა პირდაპირ ეთერში დარეკვისა ამ ნომრებზე შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინება, ასევე ნომერზე 9178 გზავნილის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს შეესაბამება. რაც შეეხება გადაცემის მთავარ თემას, exit polებს, ჩვენი ინტერაქტივის კითხვაც შესაბამისად მასვე ეხება, ენდობით თუ არა exit polებს, დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 99. მე აქვე მოკლედ გეტყვით, რომ exit polები არის გამოკითხვა, რომლის მიზანიცაა კენჭისყრის შენობის გარეთ უკვე გაიგოს მოქალაქისგან ვის მისცა ხმა. ანუ exit polებით ირკვევა არა ის თუ ვის აპირებს რომ მისცეს ხმა მოქალაქე, არამედ ის თუ ვის მისცა ხმა. ყველა ქვეყანაში საინფორმაციო საშუალებები თავს იკავებენ exit polების შედეგების გამოქვეყნებისგან საარჩევნო უბნების დახურვამდე. მიზეზი მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ exit polები მხოლოდ სავარაუდო შედეგებს გვაწვდიან, მაინც არ არის სასურველი მათი შესაძლო გავლენის მოხდენა ელექტორატზე. რამდენიმე ქვეყანაში exit polები კანონით რეგულირდება და ან საარჩევნო კანონშია მოცემული მისი რეგულაციები. სანამ თქვენ დაგვირეკავთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და გამოთქვამთ თქვენ მოსაზრებას ამ თემაზე და გვეტყვით ენდობით თუ არა exit polებს, ჩვენ გავესაუბრებით საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტ ბატონ არჩილ გამზარდიას, რომელიც უკვე ხაზზეა. საღამოშვიდობისა ბატონ არჩილ. საღამოშვიდობის და მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ გვერდობით პირდაპირ ეთერში. ბატონო არჩილ, exit poლებმა ქართულ წინა საარჩევნო გერდა უშუალოდ საარჩევნო დღეს თავისი სიმწვავე შედეგიანობა ჩვენ განსაკუთრებულად პირველად ალბათ თავისი ეფექტიანობით დაგვამახსოვრა თავი 2003 წელს. ეს პრაქტიკულად მაშინ გადაწყვეტა რევოლუციის წინაპირობით ბედი. გამოდის, რომ ერთგვარი ინსტრუმენტის კი იყო. გავიდა ბევრი წელი და დღეს ამ არჩევნებზე როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება იგივე ეფექტის მოტანა შეძლოს ზოგადად exit polმა და რამდენად მნიშვნელოვანია საჭირო შეიძლება იყოს დღევანდელი საზოგადოებისთვის exit polები? კი ბატონო, უბრალოდ ორიოდეს ვიტყვი, რომ exit poll-ი როგორც გამოკითხვის მექანიზმი იდეაში გამოხატავს იმას, რომ ცირედი გამოკითხვით, ასე ვთქვათ, იღებენ როგორც პირობით ნიშანს და პირობით ტენდენციას და დაახლოებით აჩვენებენ რა, ასე ვთქვათ, გამარჯვებულებს, სანამ ცესკო გამოხატავს ამის ოფიციალურ მონაცემებს. მაგრამ სინამდვილეში exit polls განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ ქვეყნებში უფრო პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს, ვიდრე აი ეს ფუნქცია, რომ ასე ვთქვათ, მოქალაქეთა ცნობის მოყვარეობა უფრო ადრე დააკმაყოფილოს ამ მომჩეულის მოყვარეობა, ვიდრე ცესკო ოფიციალურ მონაცემებს მისცემდა. მაგრამ და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ და გაიხსენეთ 2003 წელი. იმიტომ რომ 2003 წელს პრაქტიკულად exit poll-მა უზრუნველყო შეიძლება ითქვას exit poll-ის მონაცემებმა შემდგომი პროცესები, იმიტომ რომ exit poll-ი ასე ვთქვათ, მაშინდელმა ოპოზიციონერებმა, რომელიც შემდგომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, აიღეს როგორც არაპირობითი მონაცემი, ან შესაძლო მონაცემი, არამედ როგორც ჭეშმარიტი მონაცემი და ამითი დაუწყეს პრაქტიკულად ომი, ასე ვთქვათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამიტომ exit polls შემთხვევაში ითვლება ასე ვთქვათ, პროპაგანდის ინსტრუმენტად. თქვენ დასვით შეკითხოთ, დღეს თუ შეძლებს, ვთქვათ, exit polls თუ გააჩნია ეს რესურსები. ეს რესურსები exit polls მეტნაკლებად შეიძლებოდა ჰქონოდა იმ შემთხვევაში თუ კი ეს ერთი მაჩვენებელი იქნებოდა მხოლოდ. ჩვენ როგორც ვნახეთ, exit polls დაუპირისპირდა უკვე ასე ვთქვათ რუსთავი ორის exit polls, რამდენიმე სხვა არხის exit poll-ი, რომელიც პირობითად თქვია არხების სინამდვილეში ამას კონკრეტული კომპანიები ასრულებენ. ამიტომ
თავისთავად სადაო გახდება ნებისმიერი მონაცემი, როდესაც ალტერნატივა არსებობს. 2003 წელს ეს ალტერნატივა არ არსებობდა და ამიტომაც და მაშინ საზოგადოებრივი პროცესების ბუნებრივია სულად განსხვავებული იყო, ამიტომაც ამისი გამოყენება საზოგადოებაში ემოციის შესატანად ჩვენ გვახსოვს, რომ დაახლოებით ასეთი კონტექსტი დაიწყო მაშინ, რომ ხმების დასაცავად გამოვიდა მაშინდელი ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც პრაქტიკულად მოახდინეს ეგრეთ წოდებული რევოლუცია. დღეს ამის შესაძლებლობა უკვე ნაკლებია, იმის გამო, რომ უკვე ალტერნატივები არსებობს, რომელიც ერთმანეთის მაჩვენებლებს, ასე ვთქვათ, დააყენებდა ეჭქვეშ, მაგრამ თითოეულ ერთ-ერთ რომელიმე exit polls შეუძლებელია ჰქონდეს განსაკუთრებული ეფექტი საზოგადოებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ არ დაეწყო თქვა exit poll-ებზე საუბარი და მუშაობა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ზოგადად იქნებოდა თუ არა საპირწონე სხვა ტელეკომპანიებისგან, ასე ვთქვათ, ინტერესი თუ აქტივობა, რომ მათაც ჩაატარონ exit poll-ები? გარკვეულწილად შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ვთქვათ იგივე გამოკითხეს მაგალითად ამომრჩევლისა თუ აპირებს თქვა არჩევნების დასვლას ან ვის შეიძლება მისცეს ხმანაც შემდეგ რადიო იმედიც ატარებს, სხვა მისი კოლეგა რადიოები, პრესა ატარებს, ინტერნეტ მედია ატარებს, ტელემედიაც ატარებს, ანუ ეს ერთგვარი ინტერაქტიულობის საშუალება არის, რომლის გამოყენებითაც შესაძლოა საზოგადოებრივ პოზიციებზე და ემოციაზე ზეგავლენის მოხდენა. ამიტომ თქვენ რომ დააკვირდეთ ხოლმე ერთსა და იმავე შეკითხვას სხვადასხვა მედია საშუალებებში სრულიად სხვადასხვა მაჩვენებელი გააჩნია. ეს ერთი მხრივ განპირობებულია იმით, რომ სამიზნე ჯგუფი დაახლოებით გათვლილია, მაგალითად ამ 2 დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიას ვთქვათ, ჰქონდა შეკითხვა დასმული, რუსთავიოს ჰქონდა შეკითხვა დასმული და სრული რაღაცა 60% თუ 70% ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას გამოხატა და იგივე შეკითხვა პარალელურად სხვა არხზე იყო და სრულიად სხვა მაჩვენებელი იყო. ამიტომ ეს თავისთავად კონკრეტულ აქტივისტებზე მუშაობს იმ და სამიზნე ჯგუფზე და ამომრჩეველზე, რომლებთანაც ემთხვევა მედია საშუალების, ასე ვთქვათ, მაყურებელი და აი ამ ამომრჩევლის ტიპი. რაც შეეხება იმას, თუ ეს კონკრეტული ტელეკომპანია არ ასე ვთქვათ, გამოიტანდა exit poll-ის საჭიროებას, იქნებოდა თუ არა ეს ეგრეთ წოდებული სამი ტელეკომპანიის exit poll-ი, შესაძლოა არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს კარგად ჩანს, რომ ერთი ტელეკომპანია კი არ წამოწიეს ბალანსისთვის, არამედ რამდენიმე გადაწეს იმ კონკრეტული კომპანიის ნამუშევარს, რომლებიც ჩაატარებენ exit polls და ამ შემთხვევაში ამას აქვს ბალანსის ფუნქცია. წესით მართალი რომ ვთქვათ, exit poll-ებს როდესაც ის მაღალ დონეზე ტარდება, მაინც და მაინც ვთქვათ, რავალ ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება არ გააჩნია. თქვენ თვითონ exit polls გარკვეული რეგულირება გააჩნია, იმიტომ რომ დღის განმავლობაში არ შეიძლება exit polls მაჩვენებლის დადება და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება რაც ოფიციალურად საარჩევნო უბნები დაიხურება და სანამ ცესკო აი რამდენიმე საათში ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველზე მუშაობა ამითი მიმდინარეობს და ან ამომრჩევლის ცნობის იდეალურ შემთხვევაში ცნობის მოყარების დაკმაყოფილება, რომელიც ასე ვთქვათ, მაინც და მაინც განსაკუთრებული ინსტრუმენტი არც არის საერთო ჯამში. ბატონო არჩილ, თქვენ ეს კითხვა შეგნებულად დაგისვით, იმიტომ რომ მივსულიყავით, ასე ვთქვათ, ლოგიკურად მომდენო კითხვამდე. სწორად აღნიშნეთ, რომ ეს ლოგიკურიც არის არჩევნების პერიოდში მედია საშუალება, ყველა მედია საშუალება ატარებს შესაბამის გამოკითხვას. მაგრამ exit poll-ის შემთხვევაში უკვე გამოდის, რომ როგორც წესი, მედია საშუალებები უკვეთავენ შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ შესაბამის გამოკითხვას და შემდეგ აწვდიან ამ ინფორმაციას. თქვენ საუბრობდით, რომ ასე ვთქვათ, წინასწარი შედეგები, ასე ვთქვათ, წინასწარ თითქოს განსაზღვრულიც აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას, რომელიც exit polls ატარებს დამკვეთის შესაბამისად და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ, ვის დაუკვეთავს exit polls ესა თუ ის მედია საშუალება, რადგან თქვათ, ცოტა სოლიდური კომპანია თუ არის, ვისაც დაუკვეთავს, თქვათ, იმიჯი, მისი და გამოცდილება და ასე შემდეგ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი, ასე ვთქვათ, უფრო მეტ სანდოობას შეხმატებდა მაგალითად მედია საშუალებას. მიიჩნევ თუ არა მნიშვნელოვნად მედია საშუალების მხრიდან exit poll-ის ჩამტარებელი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული იმიჯის მქონე ორგანიზაციის შერჩევას თუ ამას არც სჭირდება დიდი ყურადღების მიქცევა?
პირველი როგორც ტელეკომპანიები მუშაობენ საკუთარ სამიზნე ჯგუფზე და ამიტომ არა ასე ვთქვათ სამიზნე ჯგუფში ვინც არშების მათში იმიჯის ფუნქციას ასე ვთქვათ ყურადღებას იმიჯის ფორმას და შინაარს არ აქცევენ ყურადღებას ასე ვთქვათ გად სიტყვაზე ყველაზე გამოკვეთილი არხი რადგან არის იმიტომ ახსენებ ხოლმე მაგალითად რუსთავიორს იმიტომ პირდაპირ ჩანს კორპორატიული ინტერესი ანუ პარტიული მაგალითად რუსთავიორის წარმოების პროცესში აკლებად აინტერესებთ მათი მოწინააღმდეგეების შეხედულება ამაზონ გადაცემაზე ან მაჩვენებელზე. ახლა რაც შეეხება კომპანიებს, დღეს შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სოფლიოში ერთად და იმავე საქმიანობა შეიძლება სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა მოტივით აკეთებდეს. ეს ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ განმარტავ. პირველი რომ არსებობენ სხვა სოციოლოგიური კომპანიები პირობითად დავარქვათ, რომელთა ინტერესი მართლაც არის გარკვეული სოციოლოგიური სამუშაოები, ანუ პროფესიული ინტერესებია. არსებობს იგივე საქმიანობაში ჩართული თქვათ ლობისტური კომპანიები, რომლებიც ლობიზმის ფუნქციას ინსტრუმენტად იყენებენ თქვათ სოციოლოგიურ კვლევას ან რაღაც კონკრეტულ ნამუშევარს. ამ შემთხვევაში ცდილობენ ისინი დამაჯერებლად მოახდინონ მოდიფიცირება ისეთი მაჩვენებლების, რომლის ფარგლებში ისინიც მართლები იქნებიან და საერთაშორისო დონეზე იმიჯი მეტამეც არ შეელახებათ, მაგრამ წვრილ კონტენტს ქვეყნებში მათ იმიჯის დიდი ინტერესი არ გააჩნიათ. მაგალითად, NDI-ის მაგალითი რო ავიღოთ, როგორც სოციოლოგიური კვლევების ჩამტარებელი კომპანიის, რომელიც ასევე რაღაცებს სხვას უკვეთავს ნაწილობრივ. ისინი მათ მაჩვენებლებში ყოველთვის დევს ისეთი ცდომილ მაჩვენებლებიც, რომლებიც აძლევენ საშუალებას ყოველს უკან დაეხენ. მაგალითად, გამოთქვამენ პარტიულ რეიტინგებს კონკრეტულ პროცენტებში, მაგრამ იქვე წერია, რომ რაღაცა დიდმა ნაწილმა არ უპასუხა. ამიტომ ისე გამოდის ცოტა ანეკდოტისა არ იყოს, ერთიც მართალია, მეორეც მესამეც, ვინც ჩაატარა. ისიც იმიტომ რომ იყოს, რომ ეს მაჩვენებლები პირობითაა, იმიტომ რომ ბევრმა პასუხი ასე გასცა ან არ გასცა, ან მერყეობს. მეორე ვინც ამბობს რომ ეს მაჩვენებლებს ვინც იყენებს და მესამე რაც წევს. ამიტომ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას რომ ამგვარ კომპანიებს აქვს თავიანთი მოტივი, თავიანთი ინტერესი და გააჩნია რომელ ინტერესს აგებენ და პლუს თუ თვითონ ეს კომპანიები ატარებენ თქვენ ამბობთ რომ მათ იმიჯი გააჩნიათ. ბუნებრივია, მაგრამ ისინი ყოველთვის თვითონ არ მუშაობენ. ისინი გარკვეულ სამუშაოს ადგილზე მყოფ ადგილობრივ ასე ვთქვათ ადგილობრივ ფირმ კომპანიებს აძლევენ ხოლმე და ისინი განახორციელებენ უშუალოდ სამუშაოს. გასაგებია. ბატონო არჩილ, პრინციპში ჩვენი დიალოგისთვის გამოყოფილი დრო იწურება, მაგრამ მინდა რომ მოკლედ მიპასუხოთ ერთ კითხვაზე. ყოველ არჩევნებზე კამათისა და დავის თემა გამოდის exit poll-ი. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა მისი ერთხელ და სამუდამოდ კანონით ან შეზღუდვა, ან აკრძალვა, ან რაიმე ჩარჩოებში ჩასმა, თუ ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი იყოს? მოკლედ თუ შეიძლება თქვენი პოზიცია. მე მეაჩნია რომ აკრძალვა ასეთი რამის არ აღებს, უბრალოდ ჩვენ ყველა უნდა განვითაროთ იმ დონემდე, რომ exit poll-ის მაჩვენებლით არჩევნების ბედი გადაწყვეტილად არ ჩავთვალოთ. ანუ საზოგადოება რაც უფრო ინფორმირებული იქნება და სამოქალაქო საზოგადოება რაც უფრო შემდგარი იქნება, ამ exit poll-ებს ექნება არა გადამწყვეტი, არამედ ძალიან სიმბოლური და გამართობელი ფუნქცია. ეს საინფორმაციო ფუნქცია. გასაგებია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო არჩილ. მადლობ არჩილ გამზადია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მსმენელმა დაგვირეკა, თუმცა გთხოვთ რომ დაგვირეკოთ ზუსტად 2-20 წუთში სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვიქნებით და ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 89. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. პირდაპირ ეთერში ვართ, შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენთ რადიო იმედის ყოველდღიურ სოციალურ პროექტს უსმენთ ერთმანეთს 292 11 88 ან 292 11 99 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც მსმენელმა უკვე დაგვირეკა და ჯერ მას გავესაუბროთ და შემდეგ განვაგრძოთ მთავარ თემაზე საუბარი. საღამოშვიდობისა გისმენთ. Საუბრობთ ბატონო ზაზა მოგესალმებით. ახლა რამდენ წინასწარ გითხრათ რომ აი თქვენ თუ განმარტება გააკეთა თქვენთან ჩართულმა სტუმარმა. ბატონმა არჩილ გამზადია. მის ბატონმა მის მოსაზრებამდე მე ჩემი მოსაზრება მქონდა გამოხალიფებული რა ისე რომ ის საუბარ ჩემს ზეგავლენ არ მოხდია. მე ცალსახად გეტყვი რომ exit poll-ები წინამდე ვარ და რატომ. აი ახლა თქვა მაგალითად როდესაც exit poll-ები ხდება საზოგადოება არ მანიპულირება თქვა მაგალითად იყო შემთხვევა
და შემოიტყვა საქართველოში ექსპოლერები ესეთი სწრაფი არჩევნები კიდევ არ იყო დამთავრებული არჩევნები და უკვე აცხადებდნენ ექსპოლერების შედეგებს რითაც ეს არასწორი იყო თუმცა ექსპოლერების შედეგები იქსაც დაეთარდება ნორმალურად ათარებენ მას რაღაც შედეგებს აცხადებენ საუბნო უბნების დახურვის შემდეგ როდესაც უკვე არჩევნების შეწყმის მიცემა წყდება და მაგრამ როდესაც აი აქ ხდება ჩვენთან რა არის ახლა უბედურება რაშია ჩვენთან როდესაც აი ჩატარდება ექსპოლერების შედეგებს ზოგიერთი იხედებს ალაკეთის ინდესერად ვითომ და ხმის უფლების დასაცავად აი ყველა დაინტერესებული მხარე ცდილობს წარმოაჩინოს თავისი გამარჯვება არჩევნების შედეგად და როდესაც მისი შედეგები არ დაემთხვა უკვე თვითონ არჩევნების შედეგებს მერე ხდება საზოგადოებრივი მანიპულება და ქუჩაში ხალხის გამოყვანა და ამიტომ ვარ მისი წინამდებარე თუკეთ ბარაკეთის ინდესად არა ყველა მხარე დაინტერესებული თავის სასარგებლოდ გააკეთოს დამკვეთის სასარგებლოდ და რა მოინტერესებდა აი როდესაც ამ ექსპოლერების ხარჯები ჯობია ეს თახბათქვათ მიმართული იქნეს რომ არჩევნები უფრო გამჭვირვალე იყოს და მაგრამ ამ ხარჯებს როგორც წესი ამისათვის გამოიყენებოს მაგალითად ვიდეო თვალები რომლებიც გააკონტროლებს როგორც ესე იგი სტატია ბიუլეტენის შესაძლებელი ყოფებს შოვი არ მოხდეს ზედმეტი უჩარდებს ჩახრა და აგრეთვე გაკონტროლდეს თვითონ ბიულეტენის გაცემის მაგიდა და აი ამ შენ გუგის სადავო არავის არ ეკნება მეგონი ეს უფრო უკეთესი იქნებოდა გასაგებია დიდი მადლობა თქვენი მოსაზრების დაფიქსირებისთვის და თქვენი წინადადებებისთვის რომელიც არჩევნების ჩატარების წესებს ეხება უღრმესი მადლობა 292-11-11-92 რადიო მენდის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები სადაც შეგიძლიათ დარეკოთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება exit poll-ების შესახებ და გაგვცეთ პასუხი კითხვაზე ენდობით თუ არა ზოგადად exit poll-ებს სანამ მორიგი მსმენელი შეგვეხმიანება ბატონ ელდარ პირმისაშვილს გავესაუბროთ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტს რომელიც უკვე ხაზია საღამოშვიდობისა ბატონო ელდარ მოგესალმებით მირესალმებით თქვენს მსმენელებს მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში ბატონ ელდარ როგორც წესი არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა მწვავე თემასთან განხილვის საგანია ხოლმე exit poll-ები რამდენად ნორმალურად მიიჩნევთ ამას რომ exit poll-ები ყოველ არჩევნებზე რჩება ასე ვთქვათ არაუბრალოდ განხილვის საგანი არამედ ერთგვარ საჯილდაოდ ვთქვათ და ასე ვთქვათ პოლიტიკური მხარეები ზოგჯერ მასზე იმედს ამყარებენ ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი კი პირიქით შეიძლება არც იყოს exit poll-ის მომხრე თქვენ როგორ აფასებთ ზოგადად exit poll-ის მექანიზმს ნახეთ რომ საერთოდ სამსოფლიოში ძალიან გავრცელებული მეთოდი არის exit poll-ები და საკმაოდ მაღალი სანდოობით სარგებლობს რადგან თქვათ იქ ერთი კომპონენტი რაც მნიშვნელოვანია ატარებენ ძალიან ესეთი სოლიდური კომპანიები და მეორე მედია საშუალებები ანუ ფაქტობრივად იმდენად ბევრი მხარე არის ჩართული და იმდენად დიდი ხანი ატარებენ ეს ორგანიზაციები რომ სანდოობა არის მაღალი ჩვენთან რაც შეეხება ყოველთვის არის ხოლმე მანიპულაციის და ხშირ შემთხვევაში რაღაცა სიტუაციის თავიდანვე დალაგების და საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა exit poll-ები რაც ფაქტობრივად არასდროს არ ამართლებს ხოლმე იმიტომ რომ ყოველთვის ერთი exit poll-ს უპირისპირდება ხოლმე მეორე ყოველთვის ხდება ხოლმე ექსპერტების და საზოგადოების მიმართ ხოლმე შეფასება რომ არ არის სიმართლე ყოველთვის ხდება ხოლმე ორგანიზაციების შეფასება არაობიექტურად ვის ატარებს და ასე შემდეგ ანუ ფაქტობრივად საზოგადოებამდე უკვე დამახინჯებული მიდის ხოლმე exit poll-ები სხვადასხვა მედია საშუალებების და ზოგადად ექსპერტების მხრიდან და რეალურად არავის არ აქვს ხოლმე იმის უნარი და შესაძლებლობა რომ ეს exit poll-ები ისე იყოს გაანალიზებული რომ ტენდენცია მაინც დავინახოთ საითკენ წავა ეს მიდგომა ანუ როგორც თქვენ ამბობთ გამოდის რომ საქართველოში exit poll-ი საზოგადოებაზე ერთგვარი ზეწოლის ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებად შეიძლება განვიხილოთ. მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ასე ვთქვათ კანონი, ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც ასე ვთქვათ ხელმოწერილია ან რაღაცა სრულყოფილი ბეჭედ დასმული. სამსოფლიოში exit poll-ს აქვს ის ტენდენცია რომ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მიანიშნოს მდგომარეობაში არიან ისინი და როგორი აღქმა აქვს საზოგადოებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად რომ ვიღაცისთვის ნიშნავს, რომ გააქტიურდეს, ვიღაცისთვის რომ შეიცვალოს თქვა სლოგანი, ვიღაცისთვის ის რომ რაზე დააფუძნოს სარეკლამო რგოლი, მიხდეს რა სიტუაცია დომინირებს და როგორ. ჩვენთან უფრო არის რაღაცა სუბიექტური აღქმა, ეხლაც რო ყველა პოლიტიკოსი იდეებს
ყველა ამბობს რომ გავიმარჯვეთ, ხო? ანუ ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულებაა, ხო? ანუ თქვა exit poll-ების მიხედვით, როდესაც თქვა შეიძლება ბარების გადალახვის პრობლემა ქონდეს პარტიას და რომელიც ამბობს რომ მე მოვიგებ არჩევნებს, ხო, ანუ ხო არ არის ისეთი დამოკიდებულება, ჯანსაღი დამოკიდებულება და საზოგადოებასაც იმიტომ აქვს შემდეგ უარყოფითი რეაქცია ამ თუ პოლიტიკური ძალის მიმართ. ბატონ ელდარ, თქვენ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ბრძანდებით. რამდენად სწორად მიიჩნევდით დღევანდელ პერიოდში, როდესაც ყველა თანხმდებით პრინციპში ალბათ იმაზე, რომ ამომრჩეველი დღეს მეტად ინფორმირებულია, ვიდრე წინა არჩევნებზე წლების წინ და მეტად უფრო ადეკვატურია და ჩართულია იმ რეალობაში, რაც არის და ამ ყველაფერს აღიქვამს პრინციპში ისე როგორც არის. მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, საზოგადოების манипуляციის უნარი კვლავ შესწევთ პოლიტიკურ პარტიებს და ასე ვთქვათ ლამაზი ტყუილებით ხალხის მოხიბლა ისევ ხერხდება. აი ამ ეპოქაში, როდესაც ასე ვთქვათ ცოტა უფრო მაღალ დონეზე დგას უკვე ამომრჩეველი. რამდენად მიზანშეწონილი უნდა იყოს აპელირება პოლიტიკური პარტიებისგან exit poll-ებზე? მე ვფიქრობ, რომ დიდად ისედაც არ აკეთებენ აპელირებას, რაღაცა სულ რამოდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა წარადგინა და გააკეთა ეს მიდგომები, საერთოდ აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი ვინ გააკეთებს ხოლმე ამ ყველაფერს და გარდა პირველობის ასევე როგორი იქნება გამოხმაურება. იმიტომ რომ თუ თქვა რაღაცა კონკრეტული ჯგუფები, თქვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ასე შემდეგ არ ემიჯნებიან ამ exit polls, ესაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ დღეს მე ვფიქრობ, რომ მაინც საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომუნიკაცია ხდება და თქვა იგივე მედიის კუთხით ან შეხვედრების კუთხით გაცილებით გაიხსნა მიდგომები, მაინც დაბნეულია, იმიტომ რომ საქართველოსთვის არ იყო ესეთი პარტიული მიდგომა, ესეთი ტრადიციული და შესაბამისად ადამიანებს უკვე უწევთ ერთი და ორი პარტიის კი არა, თქვა რაღაცა ხუთი პარტიის გზავნილს მოხსმენა, ხუთი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროცესია და ძალიან კარგია, მაგრამ აღქმის თვალსაზრისით ძალიან რთულია, რომ მაგალითად დიფერენცირება მოახდინო ამ ამომრჩევლის ვირას გვირდება ეს ანალიზობის რა პროგრამა აქვს, ვის როგორი ეკონომიკური ხედვა აქვს, ვის როგორი დამოკიდებულება და ასე შემდეგ და მაინც ემოციური ფაქტორებით ხდება გადაწყვეტილება და თან არ დაგვაუწყდეს რომ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც არ არის პატარა ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც ეძახის ჩვენ ლატენტურ პუბლიკას და ეს ადამიანები ელიან რაღაცა ბიძგს ან რაღაც ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც რამოდენიმე დღით ადრე იღებენ გადაწყვეტილებას, ვის მისცენ ხმა და ფაქტობრივად ისინი ხდებიან ხოლმე ეს ჯგუფი, რომელიც ან გაამარჯვებინებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან თქვათ ლიდერად აქცევს. ესე იგი, ბატონ ელდარ, ბოლო კითხვა, თქვენი სუბიექტური მოსაზრებით exit poll-ები რამდენად მისაღებია ენდობით თუ არა exit poll-ებს და ხო არ ფიქრობთ რომ საჭიროა exit poll-ებთან მიმართებაში რაღაცა ჩარჩოებში მოქცევა exit poll-ების თემისა? კანონით. დიახ, მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე უნდა იყოს ხოლმე შეთანხმება პოლიტიკური პარტიების და ამ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ჩამოაყალიბონ ის კრიტერიუმი, ის მიდგომები, თუ რის მიხედვით აირჩევენ თქვა ორგანიზაციას და მეორე თქვა მედია საშუალებებით და ექსპერტებით იყვნენ ჩართულები იმდენად ამ თვითონ პროცესში, მომზადების პროცესში, რომ სანდოობა იყოს მაღალი და შესაბამისად უკვე ძალიან ნაკლები დრო დაეთმობა ხოლმე манипуляციას პოლებთან დაკავშირებით. ანუ რაც უფრო ღია იქნება პროცესი და რაც უფრო არ იქნება მიკერძებული, რომ საქართველოში ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და შესაბამისად ვიცით რა ორგანიზაციები ვისთან არიან დაახლოებით და როგორ მუშაობენ. ასე რომ ცოტა უფრო ფართო უნდა იყოს და ცოტა წარმომადგენლობითი ამ exit poll-ების ჩამტარებელი ორგანიზაციები და მათთან დაახლოებული პირები. გასაგებია, ურმეს მადლობას მოგახსენებთ. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში 292-11-88 292-11-99 რადიო მედიის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც ველოდებით თქვენ ზარებს ერთ-ერთ მომსმენელმა როგორც მატყობინებენ უკვე დარეკა, ახლა მას გავისაუბრებით საღამშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა ბატონო და რაც შეეხება exit poll-ებს, სულ ახლახან ჩაატარა ამერიკის დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ exit poll-ები, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ მედიის უმრავლესობამ მიაჩუმატა, იმიტომ რომ პარასკევს გახდა ცნობილის, რომ ოცნების ნარჩენი პარტია, რომელიც აღარ წარმოადგენს ოცნებას, ეს არის უკვე მოქალაქის პირადი პარტია, პატარა ბლოკი იმ ოცნებიდან, მისი რეიტინგი არ აღემატება 25%. მეორე ადგილზე გამოიყვანა პატრიოტთა ალიანსი
16%-ით, მესამეზე უკვე ნაციონალები, რაც არის ნაციონალები ძალიან და უკვე ზღვართან ახლოს მიიყვანა ლეიბორისტები, ბურჯანაძე და სხვანი დანარჩენი, ვისაც კი წონა გააჩნია. ეს გაცილებით უფრო სანდუა და ამართლებს იმ NDI-ს და IRA-ის მონაცემს, რომ ოცნების ნარჩენი ოცნება უკვე ინდივიდუალური ჯგუფი, ისე როგორც მოქალაქეთა კავშირი, მაშინაც ვერ ამაღლებდებოდა 25%. გასაგებია. ხოლო ის რაც ხდება მაგალითად რუსთავიორზე, რომ რუსთავიორი ახერხებს იმას, რომ მისი მოპაიქრე პარტიები მაგალითად მისზე ოდნავ ნაკლებად გამოჩნდნენ, გაცილებით უფრო სწორია, ვიდრე ის რაც ხდება მაგალითად იმეზე, რომ ხელისუფლების პარტია არის 60% და სხვა დანარჩენები ვერანაირად ვერ აღემატებიან ორციფრა ნიშს. ეგ იმას ნიშნავს, რომ გამოკითხების მეშვეობით ტელევიზიებს შეუძლიათ ძალიან კარგი ფული აკეთონ. რაც ჩემთვის ძალიან დასაწყო იმედი ხდება მხოლოდ ეგეთი რაღაცა, რომ 60%-ია ყოველთვის ხელისუფლება და დანარჩენი 7-8-9-10%-ზე არის. მეც მათქმევინებთ რაღაცას, ეს ერთი თემაა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის კითხვა არის შემდეგი და თუ შეგიძლიათ მოკლედ მიპასუხოთ. ენდობით თუ არა ზოგადად exit poll-ებს არჩევნების დღეს ჩატარებულს? exit poll-ი, რომელიც ჩატარებულია ლოგიკურად, სწორედ და სრულიად დამოუკიდებლად, მე მას ვენდობ. exit poll-ში, რომელშიც სახელმწიფო ან კერძო ბიზნესმენი ოლიგარქი იხდის ფულს, იმას არასოდეს არ ვენდობ, იმიტომ რომ ეს არის შეკვეთილი exit poll-ი და მხოლოდ მის სასარგებლოდ მოხდოს, ვინც გადაიხადა. გასაგებია. დიდი მადლობა რადიო მსმენელს თავისი აზრის დაფიქსირებისთვის. შეგახსენებთ დღეს ჩვენ საუბრობთ exit poll-ებზე, ინტერაქტივის კითხვა კი არის შემდეგი. ენდობით თუ არა exit poll-ებს? 2-92-11-88 ან 2-92-11-89 რადიო მედიის პირდაპირ ეთერის ნომერი. ასევე შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში ესაბამება და მთავარ თემაზე საუბრის გარდა გეძლევათ იმის საშუალებაც, რომ პირდაპირ ეთერი გამოიყენოთ და ხმამაღლა ისაუბროთ იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. ჩვენ კი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვეცდებით ამ პრობლემების მოგვარებაში გაგიწიოთ დახმარება. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რადიო ემედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp.gi ახორციელებენ ერთობლივ საქმემოქმედო კამპანიას და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 37 წლის ბესიკ ჯანყარაშვილს ვეხმარებით, მას თავის ტვინის კისტოზური სიმსივნე აქვს და საზღვარგარეთ გამოკვლევებისა თუ მკურნალობისთვის $4000 სჭირდება. მის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე 0900-110-082 ზარის ღირებულება 1 ლარია. გარდა ამისა, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.gi და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს. პრინციპში ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი დროც დასასრულს მიუახლოვდა, ამიტომაც დაგემშვიდობებით, მადლობას მოგახსენებთ, რომ უსმენდით ერთმანეთს და შეგახსენებთ, რომ ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემა უსმენთ ერთმანეთს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანაოსთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.